ღირშევა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ხალბატონი ნანა გაბრიაძე. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მოდით ვნახოთ გრაფიკად ქოს მიერ მომზადებული 2000-დან 2012 წლებში რა დაავადებებმა როგორ მოიმატა. მოდი, აი გადავხედოთ. ეს სასუნთ გზებზეა საუბარი, ხომ ხალბატონი ნანა? დიახ. პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. დიახ, ეს ინფორმაცია განთავსებული არის ჩვენ გვერდზე და ეს არის რუტინული სტატისტიკის შედეგები, რომელიც გროვდება ეროვნულ ცენტრში და შემდეგ ხდება მისი შეჯამება. აქ ნაჩვენები არის თუ როგორ მოიმატა ბოლო 10 წლის განმავლობაში სასუნთქის სისტემის დაავადებებმა და ეს ტენდენცია არის არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, დიახ, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში იგულისხმება ყველა დაავადება და ყველა ის ახალი ინფექციები, რომელიც გავრცელებული არის, ამიტომ მე მინდა საკმაოდ ზრდას ვხედავთ ხალბატონო, ძალიან მომატებული, განსაკუთრებით ბავშვებში 0-დან 15 წლამდე. ეს შეესაბამება სიმართლეს, რომ აი გულსის ფარფლთა დაავადებები, ფილტვების დაავადებები, უშუალოდ სიმსივნეები, სასუნთქი გზების დაავადებები დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებასთან. დავიწყოთ ჯერ თემა, რომელსაც ჩვენ დღეს საუბრობთ, ეს არის დიდი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ იმყოფება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე და გარემოს რისკ ფაქტორები. განსაკუთრებით გავლენას ახდენს სოციალურ-ეკონომიური ფაქტორების შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობაზე და რომელიც 50-50%-ში ადგენს და გარემოს ზემოქმედება არის ავადობის 23 და სიკვდილიანობის 22%-ის გამომწვევი. რა თქმა უნდა, პროცენტი გახლავთ ძალიან დიდი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების შესაბამისად ყოველწლიურად იღუპება ჰაერის დაბინძურების შედეგად 3 მილიონზე მეტი ადამიანი. 3 მილიონზე მეტი ადამიანი. გარემოს რისკ ფაქტორები. ეს არის სხვადასხვა დაავადებები, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში რატომღაც აქცენტი გაკეთებული გვაქვს ავტოტრანსპორტით, მე წინა გამომშველებს უსმენდით და ჰაერი ჩვენ უნდა დავყოთ, ეს არ არის ეს ჰაერი, რომელზედაც ჩვენ გარეთ საუბრობთ. ჰაერი არის შენობის შიგნით ჰაერი და შენობის შიგნით ჰაერიც უნდა დავყოთ კიდევ სამრეწველო დასაქმებულთა ზონაში მოქმედი დამაბინძურებლები და ის საარსებო გარემო ოჯახში ჰაერში, რომელზედაც ჩვენ ვარსებობთ, რომელზედაც ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მე ჩამოვთვლი ფაქტორებს, რომელიც გარემოს როგორ უნდა მოუვაროთ და როგორ მოქმედებს ატმოსფერული დაბინძურებაზე რა მოქმედებს, შემდეგ შენობის შიგნით რა ბინძურებს და უკვე სამუშაო ზონის ჰაერს რა ბინძურებს და ჩვენ როცა აი ამ ციფრებს წარმოვადგენთ, აქ იგულისხმება ყველა დაბინძურება ამ შემთხვევაში და ეს არ არის მარტო ავტოტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ეს არის ბუნებრივი დაბინძურება და ასევე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სხვადასხვა სამრეწველო დაწესებულებების მიერ ჰაერში გაფრქვევები. ეს გახლავთ სამშენებლო ინდივიდუალური მეწარმეების მიერ სხვადასხვა ბიზნეს წარმოების შედეგად ჰაერის დაბინძურება დასახლებული ტერიტორიების ახლოს. ეს გახლავთ ნაგავსაყრელები, არასანქცირებული ნაგავსაყრელები, რომელთა წვის და ალების შედეგად ჰაერში განსაკუთრებით მძიმე ტოქსიური ნივთიერებები. ამაზე სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს არანაირი. არკიბიული ნაგავსაყრელი მოვლილია, ალაგებული საწარმოები და ძალიან პოზიტიურ ნაბიჯად აღნიშნო, რომ მოახერხა საქართველოს წელს მიიღო ნარჩენების მართვის კოდექსი და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პრობლემა გადაწყდება, თუმცა ამას გარდა ნაგავსაყრელებზეც მიდის დიდი ზრუნვა. დიახ, ამას სჭირდება ძალიან დიდი ინფრასტრუქტურის შემდგომი, ძალიან დიდი მუშაობა. შემდგომი არის ავტოტრანსპორტის დაბინძურება ჰაერის, რაც შეეხება შენობის შიგნით განსაკუთრებით მოქმედებს სამშენებლო მასალები, რომლითაც შენდება სახლები და მოსაპირკეთებელი მასალა, რომლის ხარისხის კონტროლი საქართველოში არ მიმდინარეობს. ეს გახლავთ, ქვის მტვერი ვთქვათ, ეს არომატის საღებავის, ეს ყველაფერი ერთად, რაც გამოიყენება სამშენებლო ყველგან ვისაც როგორ მასალები. დიახ, ეს გახლავთ ტყვის შემცველი საღებავი, რომლის იმპორტის კონტროლიც არ ხდება საქართველოში, თუ რა ხარისხის საღებავები იმპორტირდება. გარდა ამისა,
მინდა აღვნიშნო, რომ სახლში ჰაერს აბინძურებს ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემების შესაბამისად ობი და სინესტე და რა თქმა უნდა, თუ კი ეს შესაბამისად უნდა მოვაწესრიგოთ ეს ადგილი, სადაც სინესტე და ობი არის და კვლევაში მოხვედრილი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აღინიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და ეს გამოიხატებოდა ასთმაში და ალერგიულ რეაქციებში. ქობულეთი ბათუმი ხა რაც გამახსენდა ზღვისპირა საშინელი ნესტია. იქ ფაქტობრივად ვერაფერს ვერ გააკეთებ, ხო? შენობის შიგნით ჰაერს აბინძურებს რადონი პირველ სართულზე და სარდაფში განთავსებული შენობები, სადაც ხდება რადონის რადიოაქტიული აირის დაგროვება, სამწუხაროდ რადონის მონიტორინგიც არ ხდება საქართველოში. შენობის შიგნით ჰაერს ასევე აბინძურებს თამბაქოს მოხმარება და ეს ყველაფერი ერთად ასეთ საშინელ სურათს ქმნის. აი ზუსტად ეს ქმნის და ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მარტო მხოლოდ ავტოტრანსპორტით დაბინძურებაზე მიგვითითებს და მის შედეგებს ვემგეთ და რაც შეეხება განსაკუთრებით გულისტკივილით მინდა აღვნიშნო სამუშაო ზონის ჰაერი, სადაც დასაქმებული მოსახლეობა მუშაობს და აი ამ ეს სექტორი მთლიანად 2007 წელს გაუქმებული იქნა ინსპექცია, რომელიც მონიტორინგს და კონტროლს განახორციელებდა დასაქმებული მოსახლეობის შრომის პირობებზე. დიახ, შესაბამისად განსაკუთრებით ჯანმრთელობაზე მოქმედებს ასბესტი, რომელიც ძალიან მძიმე ტოქსიური შხამი გახლავთ და ტყუის შემცველი საღებავების შეღებილი სახლების დემონტაჟი და ცალსახად შეგვიძლია მიუთითოთ, რომ კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ასბესტი კლასიფიცირებული არის როგორც კანცეროგენი და ნომერ პირველი რისპირატორი არის ასბესტით არის აშენებული სახლების უმეტესობა, იმპორტირდება ასბესტი. ასბესტი ძალიან კარგი მასალა არის თვითონ და კარგი მასალაა ძალიან და უსაფრთხო ალტერნატივებიც არის, მაგრამ ეს განსაკუთრებით საშიში არის მაშინ, როდესაც სახლების დემონტაჟი ხდება და აი ეს მტვერი ზუსტად მიმოიფანტება. შეფუთვა არ ხდება ამ დროს არაფრის არც აშენების დროს. ეს ხდება თავისუფლად განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება ის მშენებლობებზე დასაქმებული მოსახლეობა და გარდა ამისა ეს მტვერი გადაიტანება მანქანებით ყოველგვარი შეფუთვის გარეშე და ქალაქში მოძრაობს ეს მანქანები, რა თქმა უნდა, ემატება ინფორმაციას და აი ხა გამიხდა ბუნებრივი შეკითხვა, რომ თუ გაქვთ რაღაცა კონტაქტი სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ეს მონაცემები, რომელიც ახლა ჩვენ გავიგეთ და მოსახლეობამ გაიგო, თუ აწვდით ამ ინფორმაციას დაუშვათ სამინისტროს ან სხვა ინსტიტუტებს, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ რეაგირება ამაზე? მე მივალ მაგ კითხვაზე დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვა გახლავთ. მინდა გითხრათ, რადგან თავარი თემა გახლავთ ჰაერის დაბინძურება, ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული გახლავთ ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები. მოკლევადიან ეფექტებში სად უნდა ვეძებოთ, რა შედეგებში შეიძლება ეს აისახოს? ეს არის სასუნთქი სისტემის და გულსისხლთა დაავადებების მიმართვიანობა პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებისადმი. ეს გახლავთ გაცდენების სკოლებში, სამუშაო ადგილებში. ადამიანს აქვს სუნთქვის უკმარისობა, ხველა, სურდო, ხოლო გრძელვადიანი ეფექტების შემთხვევაში პროცესი ხდება უფრო ქრონიკული და აღინიშნება ქრონიკული სასუნთქის სისტემის და გულსისხლთა სისტემის შემთხვევების მატება, სიკვდილიანობის მომატება, ამ დაავადების ფილტვის კიბო. ეს ამბობი ყოველთვის სტატისტიკა არის ესეთი, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე საშუალოდ ჩვენი სიცოცხლის მაჩვენებელი 10 წლით შემცირდა. აი მიზეზების გამო. დიახ. არ შემიძლია დაგიდასტუროთ. ძალიან კარგი გამიხარდა რომ არ დამიდასტურეთ. თვითონ უნდა ითხოვდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები ამ მონაცემებს თვითონ. და განსაკუთრებით ეს მოქმედებს ორსულებზე, გრძელვადიანი დაბინძურება და განსაკუთრებით ბავშვებზე. და არის ერთი რამ ჰაერის დაბინძურების დროს
ჩვენ არა გვაქვს არჩევანის უფლება. დამოცემულობაში ჩვენ ვსუთქავთ იმ ჰაერს, რა რეკომენდაციებს მოგცემთ ხალხტონარა, როცა ვერ მივაგენით თავს ჩვენი უბედურების? რეკომენდაციები გახლავთ ძალიან ფართო. და ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან ბევრი უწყების კომპეტენციის ქვეშ ხდება. კომპეტენცია არ მაქცევს ყურადღებას და მე ვარ ჩემი თავის პატრონი, ამ შემთხვევაში მაქვს რაიმე საშუალება, რომ მოუვარო ჩემს თავს. მე ჩამოვთვლი აი ამ რეკომენდაციებს და თუ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თითოეულ მათგანზე შემდეგ ვისაუბროთ, დიდი სიამოვნებით ყველა რეკომენდაცია. ცოტა დრო გვაქვს და სამწუხაროდ მარტივად და მოკლედ პირველი რეკომენდაცია ეს გახლავთ ჰაერში გაფრქვევების და დაბინძურების შემცირება. ეს არის სწორი ქალაქ-დარგეგმარება სივრცითი, მოძრაობის ნაკადების კონტროლი, საჭავის ხარისხის სტანდარტების დადგენა და მისი კონტროლი. ისევ სახელმწიფო ინსტიტუტებთან მივედით, აი კერძოდ მოსახლეობას, აი პირადად მე დავუშვეთ რა შემიძლია, თუ მაქვს რაიმე ბერკეტი, რომ რაღაცით უშველო ჩემ თავს სანამ 20 სადგური დაიდგმება თბილისში. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მოწოდებული არის ფეხით სიარული, ველოსიპედით სიარული, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო, მაგრამ აქვე ისევ მივდივართ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომელმაც უნდა გააკეთოს გზების დიფერენცირება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა მე ვიცი თბილისში ძალიან ბევრს აქვს სურვილი ისარგებლოს ველოსიპედით დაიაროს, მაგრამ რელიეფი არ მიწყობს ხელს. არა, რელიეფი აქ არაფერ შუაშია, ჩვენ ევროპის ქვეყნები ნახული გვაქვს, უფრო თაგორიანი ქვეყნებია, მაგრამ შესაბამისად მოძრაობს იქ ველოსიპედით და გადაადგილდება ადამიანები. აქ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გზებზე, რომ განცალკავებული იყოს და იყოს შესაძლებლობა გადაადგილდეს ველოსიპედები. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის გამწვანება ქალაქის, რომელიც უმნიშვნელოვანესი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ესეც იქნება. უმნიშვნელოვანესი, რომელიც ამცირებს ჰაერის დაბინძურებას არა მარტო ჟანგბადს გამოყოფს, ასევე ამცირებს ხმაურს, რომელიც გამოიყოფა ტრანსპორტის მოძრაობის დროს და სანამ მილიონხეს დაგვირგავდნენ სახში მაინც დავირგოთ მწვანე მცენარეები, რომ იმით მაინც ძალიან დიდი ბოდიში დრო მართლა ამოგვეცხრა ერთი რამე რაც მივხვდი, ქალაქი უნდა დაინგრეს და ახლა ნაშენდეს, რომ ამ პრობლემას რაღაცნაირად მიეხედოს, მაგრამ დღეს მონაცემით ჩვენ შეგვიძლია მართლა ვიმოძრავოთ მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მოცემულ გზაზე ველოსიპედით. მეტი საშუალება. ერთი რეკომენდაციაც არის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, თუკი ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს არჩევანის საშუალება, მან არჩევანი უფრო ეკოლოგიურად სუფთა ელექტროტრანსპორტისგან უნდა გააკეთოს, როგორც ვიცი, უკვე ჩადებული გეგმა მინიმუმში. ტრამვაი, ტროლეიბუსი, მეტროს გაფართოება. ეს ძალიან დიდ სახსებთან არის დაკავშირებული მეტროს გაფართოება, ტრამვაი ქონდა, აღარა გვაქვს. მოკლედ, არ ვიცი, ეს რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის დღეს. თუ როგორ იქნება, ამას დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ წელიწადში აბსოლუტურად სხვა მონაცემით და ბევრად გაღიმებული სახით ვისაუბრებთ ამ თემაზე. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ თქვენთან ერთად ვართ, დარჩით დაგველოდოთ. მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა.